ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემასთან დაკავშირებული სამდღიანი ვიზიტი საფრანგეთში დასრულებულია. ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, რომელთაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე ხელმძღვანელობდა, ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ვიზიტის დროს საფრანგეთში საქართველოს დღეებიც ჩატარდა. შევთანხმდით იმაზე, რომ მთავრობას წარედგინება წინადადება მასთან დაკავშირებით, რომ გამოიყოს შესაბამისი თანხები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იურიდიული მხარე იყოს უზრუნველყოფილი და მოგვეცეს საშუალება იმისთვის, რომ მთელი მოეწეროს გადმოცემის დოკუმენტს. ეს თანხა ასევე დაიხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს შეფასება თვითონ ლევილის მამულში გასატარებელი ღონისძიებების, სამუშაოების, რაც ასევე საჭირო არის იმისთვის, რომ გაფორმდეს გადმოცემის შესახებ ხელშეკრულება. კომისიის მორიგი სხდომა იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამოქმედო გეგმა შემუშავდა უკვე 2013 ბოლომდე და 2014 წლის განმავლობაში. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ლევილის მამულს რეალურ ცხოვრებაში არა მხოლოდ სტატუსი მიენიჭოს, არამედ ფუნქცია მიენიჭოს ქართული კულტურის კერის.